მომშვიდობის. ვისაც გიყვართ ფუსფუსი, ჭუქჭუქი და ტკბილეული, მაშინ შემომიერთდით. დღეს გაჩვენებთ, რას ვგზავნით დედას. ეს არის საახალწლო ამანათი, თუმცა ეს არის მეორე ნაწილი. პირველი ნაწილი მაქვს უკვე შენახული, შეფუთული, მაგრამ რაღაცა გულს დაამაკლდა და მინდოდა რომ შემევსო ეს ყველაფერი. დავიწყებ მის საყვარელ ვაფლიდან. ეს ვაფლი ღირს ძალიან იაფი, 99 ცენტი, მაგრამ იმდენად გემრიელია. რომ ამაზე უარს არავინ არ იტყოდა. ესეთი მაქვს 5 ძალი. ეს არის მადლენა, ჩემი ერთ-ერთი ვი ძალიან ხوار ხმაურობ. ძალიან საყვარელია მადლენა, თავისი შეფუთვით და გემოთი. ჩემთვის ნომერი პირველი. ეს კი ძალიან საყვარელი შეფუთვით არის. ნაირ-ნაირი შოკოლადებით ეს ასე იხსნება. დაკიდან რომელსაც გინდა იმას ამოიღებ. ამით შეგიძლია გემრიელად დათვრე. დედას ფავორიტია ეს. ბომამა. ეს არის ერთ-ერთი უგემრიელესი, რა ვიცი, ბისკვიტი, პეჩენია. როგორ ქვია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ლიმონით არის მე საერთოდ ყველაფერი მიყვარს ლიმონით. ლიმონი და კარამელი. ეს კი ყველაზე გემრიელი სპეკულოსის პეჩენია, რომელიც დედას ძალიან მიყვარს. ხვალ დედას დაბადების დღეა შეგიძლიათ მიულოცოთ, რადგან ის ყველაფერს კითხულობს, რაც ჩემს არხზე ხდება. ეს ჩემი ფავორიტი ჯემებია, ყველა ჯემიდან. მე საერთოდ მარწყვი, როგორც ჯემი და მორაბის სახით არ მიყვარს, მაგრამ ეს არის რაღაც საოცრება. ასევე ეს არის პორტოღლის და მანდარინის. არ ვიცი რამდენად ჩანს, თავისი კანებით არის, თან არომატული, თან ცოტა მომჟავა, თან მოდგოვა, თან თავისი კანებით, რა ვიცი, რაღაც სასწაულია. ასევე მინი ჯემები, მე ყველაფერი საერთოდ ძალიან მინიატურული მიყვარს ბავშვობიდან. ხო და ეს ჯემის ასორტი, ჯემების, მურაბების, თუ ჯერ არ უფრო მურაბარა ჯემია. ამის ასორტს გავუგზავნე კიდე. ეს მარკა ძალიან კარგია და მიყვარს. ეს ყველაზე გემრიელია, კიდე ყველაფერზე ვიცახი ყველაზე გემრიელია, მაგრამ მართლა ყველაზე გემრიელი. შვეიცარიული შოკოლადებია. ერთია კარამელით, მარილიანი კარამელი და მეორე თეთრით. ეს არ მაქვს განასინჯი, მე მგონი ახლა შემოვიდა, თუ მე ვნახე, ახლა არ ვიცი. დედას უყვარს ძალიან კექსები. მეც მიყვარს კექსები. ეს არის კიდე ვაფლი.
ეს არის Ferrero Rocher-ის კოლექცია. ამას გავგზავნი 2 წელს. მე კიდე გავგზავნი, მაგრამ ეხლა იყოს, რადგან ვაგზავნი სხვა ფორმატით, თვითმფრინავით, რომელიც რა თქმა უნდა ცოტა ორმაგზე მეტი ფასი ღირს და დავზოგე. ამას წინათ რომ გავაგზავნე, ამანათი თვენახევარი დავაგვიანდა, კინახამ გავგიჟდი. იმიტომ რომ ყველა იტყუება. ეს მილკას ფავორიტი, დედაჩემის ფავორიტი. საუკეთესოა ჩემთვის. დედას არ უყვარს სიურპრიზები, ამიტომ ძალიან გავუხარდება, რომ ნახავს ყველაფერი აინტერესებს, რასაც უგზავნი, მე მასე არ ვარ, მე მინდა ყველაფერი იყოს სიურპრიზი. ეს არის შოკოლადებიდან შეიძლება ნაძვის ხემორთვა, ამით რატომაც არა. ეს არა მაქვს განსინჯი, მაგრამ რაღაცნაირად აირო ვაჭრხილს არის რბილი და ანანასის შიგთავსით. ეს კიდე ყურძნის ან ქიშმიშის ნაირი შიგთავსით. სიამოვნებს. ეს არის საშობაო კექსი, უგემრიელესი. მე საერთოდ ძალიან მიყვარს ტკბილეული, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან ტკბილია, მე არ მიყვარს, მაგრამ დედას უყვარს. ამიტომ გავგზავნი 2 წელს ჯერჯერობით. მეორე კი არა პირველი ამანათი, რომელიც შევფუთე უკვე და დაკიდილი მაქვს, თორე იმასაც გაჩვენებდით იქ. საყვარლობები მიწყვია. საერთოდ ძალიან მიყვარს ადამიანებზე პატივისცემა. მაბედნიერებს. ეხლა მთლად ტკბილი ცხვარი იქნებოდა ცოტა მარილიანი ტოკის პეჩენიებიც გაურია, რომელიც მზეს უმზირასავით იფცქნება. არის და მოკლედ ესეთი ძალიან რბილი ნოტიო და კალორიულია, ფაქტიურად კარგია დამზადებული. ესეც მსგავსია მადლენას პონჩი, რომ ვთქვათ, მაგრამ აქ არის ძალიან გემრიელი.
3 წელს გავგზავნი. სოლეს იყო მე იმედი მაქვს რომ არ მოგინდათ ეს ყველაფერი. ყველას გისურვებთ მშვიდობიან ღამეს. სავაზაუძრად და კარგ ციფრებზე დაემთხვა 11 წუთი და 1 წამი 0 წამი. ანუ რაც გისურვებთ ყველაფერი კარგი აგიხდებოდ, რადგანაც ყოველთვის როდესაც 1-ია 11 ან მსგავსი ან